ეს საოცარი კადრებია, მეთქი ასე ვიტყოდი, მაგრამ არ არის ყველაზე მაგარი კადრები, რომლებიც კი ვრცელდება ირანიდან და არა მხოლოდ ირანიდან. მთელ მსოფლიოში ზარზეებით აღნიშნავენ ალი ხამენეის განადგურებას. ამგვარი ათობით, ასობით, ათასობით კადრი ვრცელდება, თითოეულ თქვენგანს აქვს შესაძლებლობა, რომ სოციალურ ქსელში და არა მხოლოდ ნახოს მოზეიმე ხალხის ფოტო თუ ვიდეო კადრები. ისტორია რეალურად ჩვენს თვალწინ უკვე დაიწერა მეთქი და კიდევ დაიწერება. ამ დღეებში კიდევ დაიწერება საოცარი ისტორია, რომ ვიცოდეთ მაინც. მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი, ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა კონტექსტი, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობთ დღეს. თქვენის ნებართვით ზოგიერთი ბოლო ამბით დავიწყოთ მიმოხილვა და ერთ-ერთია ის, რომ მიუხედავად ალი ხამენეის განადგურებისა თეირანიდან მაინც, საოცარია, მაგრამ მაინც აცხადებენ თეირანიდან, რომ ომს გააგრძელებენ, ომს და წინააღმდეგობას და ეს რეალურად ჩემი მოსაზრებით და ობიექტურადაც ბაქი-ბუქია და მხოლოდ ირანს რეალურად არ შესწევს არანაირი ძალა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ცალკე შეერთებულ შტატებს, ცალკე ისრაელს და ორივეს ერთად და მთლიან დასავლეთს. ხოლო პრეზიდენტი ტრამპი პასუხად ამბობს, უმჯობესია ეს არ გააკეთონ, რადგან თუ გაბედავენ, პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებია, ჩვენ მათ დავარტყამთ ისეთი ძალით, რომელიც აქამდე არავის დედამიწაზე არასოდეს გამოუყენებია, არასოდეს უნახავს პრეზიდენტი ტრამპი თუ იწყებს, როგორც ბოლო პერიოდის ისტორია გვიდასტურებს, პრეზიდენტი ტრამპი ამთავრებს თავის სიტყვასაც ასთავრებს კი არა ასრულებს, რომ ვიცოდეთ მაინც. მართლაც განადგურებულია ირანის პრაქტიკულად მთელი სამხედრო ელიტა, ირანის სამთავრობო მედია აქვეყნებს განადგურებული სარდლების ერთობლივ ფოტო კოლაჟს, გამოჩნდება ჩემს ზურგს უკან. ალი ხამენეის კონცერტზე არიან ახლა და გეტყვით ვინ არიან. გენერალ მაიორი სეიდ აბდოლ რაჰიმ მუსავი, გენერალური შტაბის უფროსი, გამოჩნდება კადრი, აქ გითხარით, ეს ოთხეული და არა მხოლოდ ეს ოთხეული, უფროსი გენერალ-ლეიტენანტი მუჰამედ პაკპური მეორე კაცში, ეს კაცი, ჭაღარა, კაცი ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მეთაური ადმირალი ალი შამხანი, უფროსი სამხედრო მრჩეველი და თავდაცვის საბჭოს მდივანი გენერალ-მაიორი აზიზ ნასირზადე, თავდაცვის მინისტრი, სხვები და სხვები. მოკლედ, განვაგრძოთ, ისეთი ამბებია ირანი და ირანში და ირანის გარშემო, რომ ბევრი თაობა ვერ მოსწრებია, ვერ მოესწრო ამას მეთქი. განვაგრძოთ, ირანმა 40 დღიანი გლოვა გამოაცხადა, ირანმა ჩამოაყალიბა ლიდერთა საბჭო, რომელიც უზენაესი ლიდერის მოვალეობას შეასრულებს, ვიდრე ხამენეის მემკვიდრის არჩევა არ მოხდება, მაგრამ კითხვა ამგვარია, მოხდება კი საერთოდ 40-50 ან ცოტა მეტ დღეში. ამასობაში დონალდ ტრამპმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევა ახლა უფრო ადვილია და მართლაც ასეა, როცა აღარ არსებობს განადგურებულია, ლიკვიდირებულია ხამენეი, შესაბამისად ტრამპისთვის ან ზოგადად დასავლეთისთვის და კონკრეტულად შეერთებული შტატებისათვის, რასაკვირველია გაცილებით იოლია შეთანხმების მიღწევა, თუ ადეკვატური გახდება ირანის დროებითი მართველი გუნდი. კიდევ ერთხელ გესალმებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის გადაცემა კონტექსტი, ჩემი საავტორო პროექტი, საავტორო გადაცემა. დინამიკა მართლაც საოცარია. ისრაელის თავდაცვის ძალები ეხმაურება მათ მიერ ეს ძალიან მნიშვნელოვანია აიათოლა ალი ხამენეის განადგურებას და ამ ფაქტს ერთ-ერთი პასაჟია აი ამ გამოხმაურებისა, ამ განცხადებისა. ხამენეი იყო ისრაელის სახელმწიფოს განადგურების გეგმის ავტორი და ირანული რვაფეხას თავით უგდებავთ ვილაპარაკოთ ამაზე. მოკლედ ძალიან საინტერესო განცხადება იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ ისრაელისთვის ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა, ალბათ ასე უნდა ვთქვა, ან ჯერაც წარმოადგენს, მაგრამ უფრო წარსულში უნდა ვიხმაროთ ეს და ხამენეის რეჟიმი და ხამენეი კონკრეტულად, რომელიც 1999 წლიდან იყო სულიერი ლიდერი ირანისა, 10 წლის თავზე რევოლუციიდან, 79-დან ის მოვიდა ის გახდა სულიერი ლიდერი. ირანს თავის სასეცები მთელი ახლო-აღმოსავლეთსა და ისრაელის საზღვრამდე ჰქონდა განავრცო ეს სასეცები, რასაც ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა
ედგა და უდგას სათავეში რეჟიმის ლიდერი პასუხისმგებელი იყო ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებზე და მართლაც ასია ირანისთვის და პირველ ყოვლისა ირანისთვის ისრაელის სახელმწიფო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ისრაელი არ უნდა არსებობდეს, ამას ამბობდა პრაქტიკულად ყოველთვის ბოლო 40 წელიწადია, მეტი ცოტა, ამას ამბობდა და ამბობს ირანის ხელისუფლება მის ხელებზე, ანუ ირანის ხელებზე სოფლიოს მრავალი მოქალაქის სისხლია ისრაელის განცხადებას. გიკითხავთ, ისრაელი აცხადებს ორ წერტილი, გაიხსნა ბჭყალი, რომ ხამენეის რეჟიმი არის ლიკვიდირებული, ხამენეი ლიკვიდირებულია უკაცრავად ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისტორიული წრე შეკრა, ეს ოპერაცია უერთდება, ან არის ნაწილი ტერორისტული ღერძის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციათა სერიისა, რომლებიც ომის განმავლობაში გაანადგურა მოკავშირეებმა გაანადგურეს და მრავალი წლის განმავლობაში გაანადგურეს. ხამენეის ლიკვიდაცია არის იმ დაპირების განხორციელება, ესეც კარგი პასაჟია, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ისრაელის მოქალაქეებს შორის არსებობს, რომ ვიცოდეთ, მაინც არსებობს კონტრაქტი, მოდი ასე ვიტყვით, ქვეყნის ნებართვით, რომლის მიხედვითაც უნდა დაარტყან ყველას და აღკვეთონ ყველა ნებისმიერი ძალა, რომელიც შეეცდება ზიანი მიაყენოს ისრაელის ძლევამოსილ და გენიალურ სახელმწიფოს. აქვე ვიტყვით, ქვეყნის ნებართვით, რომ ირანიც თავის ისტორიით და კულტურით რასაკვირველია ძლევამოსილი კი არა ისტორიული და გენიალური სახელმწიფო, ის ამ ტრადიციას, ამ მიმართულებას განვითარების ამ გზას ჩემი მოსაზრებითა და იმედით და მარტო არა ვარ ამ საკუთარ ტრადიციებს და გენიალობას რასაკვირველია დაუბრუნდება. მოკლედ ალი ხამეინი ირანის უზენაესი ლიდერი, რომელიც ქვეყანას მართავდა 99 წლიდან განადგურებულია. 28 თებერვალს იცით თქვენ, ანუ გუშინ 28 თებერვალს ამერიკისა და ისრაელის ერთობლივი საჰაერო შეტევის შედეგად მოკლულია ლიდერი, რომელსაც თავი ერთადერთი და განუმეორებელი ყველაზე თუ არა ბევრზე ძლევამოსილი ნამდვილად ეგონა. ირანული სახელმწიფო მედია და ოფიციალური წყაროები ადასტურებენ მის ლიკვიდაციას და ქვეყანაში აკიგითხარით 40 დღიანი გლოვაც გამოცხადდა. უნდა ვთქვათ, რომ 28 თებერვალს მხოლოდ ერთი პირი კი გაანადგურეს და ბევრი გაანადგურეს, მაგრამ მარტო ესე არ უნდა ვილაპარაკოთ ერთი პირის განადგურებაზე, ერთი პირის ლიკვიდაცია არ მომხდა, უფრო ზუსტად ირანის უზენაესი ლიდერის ხამენეის განადგურებით მთლიანად შეიცვალა, ან სხვაგვარად ვიტყვი, შეიცვლება დრამატულად და თავისუფლებას მივცემ დადებითად პოზიტიურად შეიცვლება საერთაშორისო დინამიკა ერთის მხრივ და მეორე მხრივ ვითარება ვიწრო ან ფართო გაგებით რეგიონში. დიახ, ეს არ გახლავთ ერთი უბრალო პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაცია, რომ ვიცოდეთ, მაინც 99 წლიდან მართავდა ის ირანს და მართავდა ისე როგორც მართავდა, ანუ სასტიკად. ეს არ არის უბრალო ამბავი, რომელიც მოხდა და უკვალოდ ჩაივლის. ეს ამბავი აისახება, კვლავ ვიმეორებ, ვიწრო თუ ფართო გაგებით რეგიონზე და სულ მინიმუმ ახლო აღმოსავლეთს შეცვლის. სულ მინიმუმ, კვლავ ვიმეორებ, ანუ არა მხოლოდ ირანს, ხამენეის სამშობლოს, არამედ მთლიანად რეგიონსაც შეცვლის და ყველა ქვეყანა, ისედაც ადეკვატურობას ცდილობს ბევრი ქვეყანა ყოველ შემთხვევაში, რეგიონის ბევრი ქვეყანა, ამიტომაც მათ აბსოლუტურად სწორი პოზიციები დაიჭირეს ამ სამხედრო ოპერაციის შეფასებისას და მოქმედებებიც ადეკვატური ჰქონდათ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ადეკვატური იქნება ყველა ქვეყანა, მეთქი გავბედავ და ვიტყვი და ყველა ის პროქსი ჯგუფი, რომელსაც იყენებდა, ან ეყრდნობოდა და იყენებდა ირანის ხელისუფლება, ხამენეი კონკრეტულად, ისინი ნელ-ნელა, მოდი ვიტყვი ასე, დასუსტდებიან და ვინც ის უკვე შემდგომ პერიოდში გაქრებიან კიდეს, ამაზე ვილაპარაკებ ჩემს პირველ რესპონდენტთან რამდენიმე წუთში. ახლა კი ორი სიტყვით გავიხსენოთ, ვინ იყო ალი ხამენეი, ოღონდ მისი მოსვლის დრამატულ ისტორიას კი არ შევეხოთ, ხო კი არ გიამბობთ, მაინც და მაინც ხსენებულ 99 წელს, იმიტომ რომ იქ იყო ძალიან საოცარი ამბავი, შეიძლება არც გამხდა ის მაღალი შანსი, მაღალი ალბათობა იყო, რომ არც გახდებოდა სულიერი ლიდერი, მაგრამ როგორც მოხდა, ისე მოხდა, არამედ გეტყვით აი რას და გეტყვით ძალიან მნიშვნელოვანს. ხამენეი იყო თეოკრატი ძალაუფალი, რომელმაც განამტკიცა ავტორიტარული და რეპრესიული მმართველობა. მან წლების განმავლობაში შექმნა სისხლიანი არმია ერთის მხრივ, რომელსაც იყენებდა და რომელიც თავის მხრივ ახშობდა და ახშობდა ყველაფერს
ისტორიისა და კულტურის თვალსაჩინოდ ბრწყინვალე ქვეყანა ირანში. ამასთან და ეს მეორე ხარისხოვანი როდია, მეორე ხარისხოვანი არაა. ირანმა სწორედ ხამენეის დროს დაიწყო მძლავრი ბირთვული პროგრამა და მიუხედავად იმისა, რომ ასე მაგალითად გადატვირთვის ირანის დეიზოლაციის პროექტის შესთავაზა მსოფლიოს, მაგალითად ბარაკ ობამამ ვერაფერს გახდა ამერიკის მაშინდელი ლიდერი. მოკლედ ირანი უახლოვდებოდა ბირთვული ბომბის შექმნის დღეს, შარშანდელმა 12 დღიანმა ოპერაციამაც კი, ანუ მათ შორის ფორდოს ობიექტის, ბირთვული ობიექტის განადგურებამ, დაბომბვა განადგურებამ და მკვეთრმა სიგნალმა ამერიკიდან და ისრაელიდან, რომ მსოფლიო არ შეეგუებოდა, არ დაუშვებდა არადემოკრატიული ეს მნიშვნელოვანი პასაჟია, არადემოკრატიული ირანის მიერ ბინძური იარაღის შექმნას, ხამენეის ასე უნდა ვთქვა, ჭკუა მაინც ვერ ასწავლა. ჩვენ არ შევწყვეტთ ბირთვულ პროგრამას და ამერიკა ვერაფერს დაგვაკლებს. სიკვდილამდე 72 კი არა, პრაქტიკულად 48 საათით ადრეც კი აცხადებდა ამას დიქტატორი ხამენეი და ვერ თვლიდა, ანუ კალკულაციას ვერ აკეთებდა კი არა, ვერ იჯერებდა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, რომ ამერიკას ყველაზე ძლევამოსილ ქვეყანას მსოფლიო ძლევამოსილ ქვეყანათა შორის ყველა დროის მერქი მისთვის პერსონალურად და ამ ფორმაციის ირანისათვის მართლაც შეეძლო სერიოზული დარტყმების მიყენება ერთია და რეალური პრობლემების შექმნა. ბირთვული პროგრამა და მისი შეჩერების აუცილებლობა არ ყოფილა ირანზე კომპლექსური იერიშების მიტანის ერთადერთი საფუძველი. ეს კარგად უნდა გავისი გზეგანოდაც, ოღონდ რაღაც ნავთობზე არ მელაპარაკოთ და ბუნებრივ აირზე, ხო? ეს კიდე სალკე თემა. რეალურად ალი ხამენეის რეჟიმი არაადეკვატური აღმოჩნდა. დიახ, რეგიონში არიან ადეკვატური სახელმწიფოები, ისრაელი, რასაც თურქეთი, მაგალითად ადეკვატური სახელმწიფოა, სხვები და სხვები, მაგალითად, რა ვიცი, საემიროები. მაგრამ აი ირანი კი არაადეკვატური სახელმწიფო იყო ბოლო მომენტამდე და ბოლო მომენტით ჩათვლით ლამის ბოლო წამებშიც კი აცხადებდა ოდესღაც ძლევამოსილი ლიდერი, რომ არაფერს დათმობდა. გარდა ამისა, ირანი იყო და დღემდე არის არა მხოლოდ სპონსორი ტერორისტული დაჯგუფებების, ამაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ორ სიტყვას კიდე ვიტყვი, არამედ ტერორიზმის, აი რუსეთის არ იყოს ეს ბადელი გვაქვს, ხო? ირანი მსგავსად რუსეთისა იყო ტერორიზმის სპონსორი ამ რეგიონში. ეგრა მაგის პასუხია და რუსეთსაც სერიოზულად ეხმარებოდა უკრაინის წინააღმდეგ კონფლიქტში. იცით თქვენ, რომ პრაქტიკულად დღე არ გავიდო და კარგი სხვაგვარად ვიტყვი, კვირა არ გავიდო და თვე არ გავიდო და რომ ირანი არ დახმარ შეხიდებოდა რუსეთს. ირანი იყო ტერორიზმის ექსპორტიორი, სულ მინიმუმ ჰამასი და სულ მინიმუმ ჰეზბოლა, სულ დგმულობდნენ თეირანის დახმარებით, ხოლო რეგიონში, რომლის ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილიც ორიენტირებულია განვითარებაზე, პროგრესზე, მომავალზე, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, დიდი ნაწილი კვლავ მიმეორებ, ანუ მეტნაკლებად ადეკვატურია ტერორიზმის ატანა. მაინც წარმოუდგენელი იყო, ვის უნდა მართლაც აი დუბაიში ჩამოვარდა რამდენიმე რაკეტა თუ დრონი, ხო? ვის უნდა დუბაი, რომელიც ყვავის ამის კადრები არა გვაქვს ჩვენ, ეს სხვა კადრებია, დუბაი რომელშიც ყვავის, იქ ასეთი ტერორიზმის ექსპორტი ირანის მხრიდან, ირანი მაგან ახორციელა შეტევა, იცით თქვენ. ჩემი აზრით უფრო წარმოუდგენელი იყო შეგუება ალის რეჟიმთან, იმიტომ კადრები ამას ადასტურებს, რომ თვეზე ცოტა ხმეტი ხნის წინ სწორედ ალი ხამენეის უშუალო ნებართვით და ბრძანებით თელ ირანში გაუგონარი ამბები მოხდა. გაუგონარი, იმიტომ დახვრით ეს ადამიანები არნახული დანაშაულები მოხდა 48 საათის განმავლობაში. მოკლეს მინიმუმ 37 და რო გაიხსნება დოკუმენტები და გაიხსნება ირანი, ვინც ის და იქნებ მეტი 1000 მშვიდობიანი დემონსტრანტიც კი, რაც ვაშინგტონისთვის იყო, ვიტყვი ასე, ბოლო წვეთი და კი დაიწყო ფორმალისტური მოლაპარაკებები თემებზე, რომ აი შეამცირეთ თუ დაასუსტეთ თუ შეაჩერეთ ბირთვული პროგრამები, იქ რაღაც აღარ აწარმოოთ რაკეტები, აღარ აფინანსოთ ჰეზბოლა, გავიგე ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იყო მაინც ეს გვერდგვარი ფორმალობა, კონცეპტუალური გადაწყვეტილება ალის დასრულების თაობაზე, ისევ და ისევ ჩემი აზრით ვაშინგტონმა მიიღო, გაგიკვირდებათ და სწორედ 40-42 დღის წინ საჭირო იყო მხოლოდ სათანადო დროის შერჩევა და მართლაც თბილისშიც კი არა თუ თეირანში, არა თუ ვაშინგტონში, ჩვენ ყველანი მსჯელობდით იმაზე, როდის დაარტყამს. დაარტყამს თუ არა, რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ვაშინგტონს, შეინარჩუნებს თუ არა სტაბილურობას, იქნება თუ არა მეტილტოლვილები, ეგრა მაგის პასუხი არც ახლა არის გამორიცხული ტოლბილები, როგორც საქართველოში როგორ შემოვლენ, მე გეტყვით, როგორ შემოვლენ და საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც კვერცხზეა ორიენტირებული და 5%-ით გაიაფებაზე საცალო ერთი კვერცხის, ერთი ცალი კვერცხისა, რასაკვირველი აბსოლუტურად მოუმზადებელია, სულ მინიმუმ გეტყვით 20,000 კაცი, ძალიან უხეშად ვიტყვი, სომხეთ საქართველოს საზღვარს რომ მოაწყდეს, რას აპირებს კობახიძე
და ბიზი და ივანიშვილი პერსონალურად ცხადი არც ჩვენგანს პასუხი ამ კითხვაზე არ აქვს და მეცად გეტყვით ვერ გაუმკლავდებიან საპირფარეშო როგორც ასეთი გამზადებული არ არის საერთოდ უშვებენ და თუ არ უშვებენ რა საბაბით თუ მიზეზით რა არგუმენტით და თუ უშვებენ ამ შემთხვევაში ისე ბუტრირებს ცხადია საპირფარეშო წყალი თუ დროებითი საცხოვრებელი როგორ იქნება ჰუმანიტარული კატასტროფა თუ მოხდება ირანში და მართლაც დაიძვრება ტოლულთა ნაწილი და ეს გამორიცხული არ არის კლავ მეორე ჯერ ირანს სომხეთის საზღვარი უნდა გადმოკეთონ და ნაწილი შეიძლება 20,000 კაცი პირობითად შეიძლება შემოვიდეს აქაც მოკლედ პასუხები კითხვაზე როგორ უნდა გაგრძელებულიყო ირანი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ არ არსებობდა ვინ აიღებდა ამ ქვეყნის მართვას საკუთარ თავზე ახლა ბევრი იტყვის რომ ფეხლევიო ამაზე მასზე ვილაპარაკებთ თუ მოვასწარით მაგრამ ასე იოლადაც არ არის საქმე ფეხლევის ავტორიტეტი თლად გულახდილებით თუ ვიქნებით არ არის სათანადო და ჯეროვანი რაც თავარია სიტუაცია დაჭერა თუ ზნა სწორია თუ სწორის ზნა არის აუცილებელი რაც იზამდნენ მახლობელი სახელმწიფოები ამასაც ვკითხულობდით ჩვენ და მახლობელი სახელმწიფოები მანამდე თუ მერე და ასე შემდეგ და როცა ამ კითხვების უმრავლესობას პასუხი გაეცა ვიტყვი ასე დაიწყო მაგრამ რა დაიწყო შეერთებული შტატები ყოველ შემთხვევაში წლებს 2026 წელს მართლაც რო გვაოცებს ყველაფერი დაიწყო საერთო ჯამში კი და დასაწყისი იყო 2 იანვარს როდესაც რას უნდა ვიხმაროთ აწკაპნა მადურო ვენესუელის ცენტრიდან შეერთებულმა შტატებმა Trump renewed warnings to Tehran. The aircraft carrier USS Abraham Lincoln and several guided missile destroyers are nuclear-powered aircraft carrier capable of launching and recover duct air operations, defend U.S. forces, and project military power across large regions. During the operated alongside U.S. Air Force B, 52 strategic event of escalation. One U.S. official said, and to allow the United States to respond quickly if needed. The USS Abraham Lincoln has previously deployed to the Middle East and other strategic regions, including the Arabian Sea and the Mediterranean. The carrier has also made history under the command of Captain Amy Bauernschmidt, the first woman to lead a nuclear-powered aircraft carrier in U.S. Navy history. As diplomatic tensions continue, U.S. officials say the military movements are designed to signal readiness while leaving room for de-escalation, in line with President Trump's stated hope that force will not... საინტერესო კადრები კი იყო, მაგრამ ჩვენ განვაგრძოთ ჩვენი მონოლოგი ასე. ალექსანდრე დუგინი, კრემლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პროპაგანდისტი და თლაჩკუაზე მყოფი ადამიანი ამეთქი ვერ ვიტყვი. მოკლედ ის ამბობს, რომ ერთმანეთის მიყოლებით ჩვენი მოკავშირეები სისტემატურად ნადგურდებიან, იგულისხმება ცხადია მადურო და ახლა აგე ხამენეი და ნათელია ვინ არის შემდეგიო. ჩვენ ვართო რუსეთი მართლაც ანერვიულდნენ ამაზეც თუ მოვახერხეთ ლაპარაკი კარგი იქნება ამასობაში ფეხლები ვახსენე და ფეხლებს დაუბრუნდები ხამენეის სიკვდილთან ერთად ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად დასასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავს საყრელს მიებარება ამას ამბობს შახი 79 წელს გაგდებული შახის შვილი მემკვიდრე ტახტისა და ამაზეც კვლავ ვიმეორებ თუ მოვახერხეთ ვილაპარაკებთ რა არის თავარი რა გაირკვა ამ ოპერაციის შემდეგ გაირკვა და დადასტურდა ის რაც პრინციპში ყველა მიცოდა ამერიკა, როცა ინდომებს, ინდომებს და ან უფრო ზუსტად იღებს გადაწყვეტილებას და ეს უმნიშვნელოვანესი რემარკაა, რასაკვირველი ყველაზე ძლევამოსილი ის ქვეყანაა, რომლისთვისაც შეუსრულებელი მისია არ არსებობს. Make America Great Again. აი, ჩემი აზრით ეს უკვე შესრულებული, ეს უკვე შემდგარი ამბავია, თუმცა რასაკვირველია წინ 3 წელი აქვს ამ არაორდინალურ პრეზიდენტს. მადუროს აორთქლება 2 იანვარს, ხამენეის ლიკვიდაცია განადგურება 28 თებერვალს გლობალურ ძალას ჩინეთს და რუსეთს ცოტა ხმადაბალს ხდის მიაქციეთ ყურადღება რა განცხადება გააკეთა ჩინეთმა მე ვერ ვნახე რა ვიცი შეიძლება გააკეთა რამ განცხადება და ამ გადაცემის განმავლობაში იქნება და დამილინკოთ დიახ პუტინიც და მოსკოვიც დუგინი რასაც ამბობდა ეს მადურო და ის არიან ხამენეი ხო ერთი ცოცხალი და მეორე მკვდარი პუტინიც და სხვების ხმადაბალნი არიან და მხოლოდ ვეღარც ბაქიბუქობენ მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ თუ წაკნავლებას დუგინისა ან სხვებისა მაინც მოვისმენთ მივაქცევთ ყურადღებას ხო ეს პრინციპში უნდა ვიცოდეთ რომ სასოწარკვეთილთა წაკნავლება ახლა პრინციპში გაჩუმებულები არიან მაინც გიჟია ეს ტრამპი ასე ამბობენ არ ვიცი გვაქვს თუ არა ამის მადასტურებელი ხო ტრამპმა მარალაგოში ეგრა მაგის პასუხია ვიდრე
მკვიდრი ოპერაციის დაწყებამდე წვეულება გამართა და ბჭყალებში რასაკვირველია კი არაორდინალური პირია on საშოლ სუმა ასე ამბობენ მოსკოვში არა უბრალოდ სიტყვა ეს არაორდინალური პრეზიდენტისაგან კიდევ მეტ არაორდინალობას ელიან ვენესუელა ირანი კავკასიის 2/3-ში შემოსვლა აი ჩვენ სამწუხაროდ და ვაგლახთ აღმდგმზივ მდგომარეობაში ვართ რომ ჩვენ ვიყავით წინწაწეული ქვეყანა და სომხეთსა და აზერბაიჯანში შემოსულია შეერთებული შტატები და იმეც ვიტოვებთ მეთქი ასე ვიტყვი რომ ჩვენთანაც შემოვა მით უფრო რომ ყულფი მარყუჟი რუსეთის კისრის თუ სქელშუბლა კისრის სქელის კისრის გარშემო ვიწროვდება და ვიწროვდება სირიაც კი უნდა ვახსენოთ მიუხედავად იმისა რომ 2025 წლის იანვრის 20-მდე მოხდა სირიაში კვანძის გახსნა ესეც ტრამპის ან ტრამპისა და ბაიდენის თუ გნებავთ ასე ვიტყვი ერთობლივი დამსახურება სირიის ერთგვარ ადეკვატურ მოთამაშედ გარდაქმნა ესეც შეერთებული შტატების სწორი პოლიტიკის შედეგია რომ ვიცოდეთ მაინც და გრენლანდიასთან მიმართებაში უნდა ვთქვათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სათავისო პაზლი მაინც აწყო თუმცა ვინერვიულეთ ჩვენ და განსაკუთრებით ევროპელებად და კიდევ განსაკუთრებით დანიამ რასაკვირველი უთუოა ტრამპის ბოლომდე აღარ ენდობიან მათ შორის რუსეთი და ჩინეთი იგულისხმება იმიტომ რომ რუსეთის გავლენები ფართოდ სწორედ მან შეასუსტა ტრანკერების ამბავი სანქციების ამბავი და ასე შემდეგ ამან კი პეკინს ხაზგასმით ვამბობ პეკინს რომელიც იყენებს რუსეთს შეიძლება უბიძგოს ფიქრისაკენ ხომ არ შეეშვას მოსკოვის თუნდაც ირიბ და ტექნიკურ მხარდაჭერას და ხომ არ დაიწყოს ფიქრი ასეთ ძლევამოსილ ამერიკასთან როგორიც ზმნა გამოვიყენოთ ახლა ბატონი გია აქ არის და მიკარდახებს დაალაგებაზე ხო ალბათ ესეც სწორი შეფასება დავუბრუნდეთ ირანს რა ბედიელის ამ ქვეყანას უკვე ახლა რა ბედიელის ამენეის გარეშე ქვეყანამ შეიძლება იმოძრაოს რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ შეიძლება მოხდეს რეჟიმის ტრანზიცია, ანუ ახალმა ძალებმა ტრამპის ამას ამბობს, რომ ყავსო იქო, არიანო იქ ძალები არ დავასახელებო, შეიძლება სცადონ უფრო ღია და დასავლეთთან უფრო ინტეგრირებული ადეკვატური პოლიტიკის გატარება. მეორე სცენარია კონფლიქტი და ქაოსი, კარგახნიანი, ესეთი ქაოსი პრინციპში ახსოვს თანამედროვე მსოფლიოს მათ შორის ამ რეგიონში, მაგალითად ერაყში ავტორიტარის მოულოდნელმა გარდაცვალებამ არასდროს იყო, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიწვიოს ახალი ძალადობები და ქაოსი და შიდა ბრძოლები. მესამე გზა ირანის დაბრუნება 60, აი ფეხლევიც ამას იმედოვნებს, ხო? 69 წლის საწყისამდე, ანუ ალის რეჟიმის მთლიანი დემონტაჟი გამოიწვიოს და რევოლუციამდელი მდგომარეობის დაბრუნება გამოიწვიოს. თუმცა ჩემი აზრით ეს ყველაზე რთული, მართლა გულახდილად ვამბობ, რთული იქნება რეზა ფეხლევისადმი პატივისცემა დადასტურებულია. მოახერხებს კი ფეხლევი დაბრუნებას ეს კითხვა საინტერესოა, მაგრამ კითხვა შეძლებს კი ის იმ შემთხვევაშიც კი თუ დაბრუნდება ძალაუფლების კონცენტრაციას კითხვად რჩება. აქვე ვიტყვი, რომ ტრამპის თქმით კვლავ ვიტყვი, ირანში არიან ლიდერები, რომლებსაც ის არ ასახელებს. ვენესუელის მაგალითი სხვაგვარი მაგალითია, არ ვიცით გამოიყენებს თუ არა არსებულ ლიდერებს და ეყრდობა თუ არა. მოკლედ ტრამპი ამბობს, რომ არსებობენ ლიდერები, რომელსაც შეუძლიათ ხელში აღება ძალაუფლებისა, თუმცა ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ გათამაშდება ვენესუელის ვარიანტი. მეორე მხრივ რა გაივახსენე, ძალაუფლებას შეინარჩუნებს საერო ხელისუფლება, პრეზიდენტი საგარეო მინისტრი არახჩი და სხვები და ის უფრო ადეკვატური იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადეკვატურობა, ეს საქართველოს ხელისუფლება, ანტიამერიკული, ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული და ასე რუსულ, ყველაფერი შეგვიძლია თქვა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ბიზინა ივანიშვილი არის არაადეკვატური ლიდერი, რომელსაც ამ 1 წლის წინ დაახლოებით პლუს-მინუს რუბიომ გამოუგზავნა წერილი და მისი არაადეკვატურობის მაადასტურებელია, რომ კონვერტიც კი არ დაიჭირა იქნება და რას წერდა მარკო რუბიო ოლიგარქ ივანიშვილს. ამავე დროს ბევრი რამაა დამოკიდებული უშუალოდ ირანის კონტექსტში. აი შემდგომ 40 დღეზე თუ ახალი სულიერი ლიდერის არჩევა მოხდა, ანუ გროლოვის დასრულებისთანავე ან ოდნავ შემდგომ, გამოვა რომ თეოკრატია გადარჩა, ან ნაწილობრივ გადარჩა. გასაგებია რომ ახალი უმაღლესი აიათოლა არ დაადგება ხამენეის გზას თავიდან, მაგრამ ნდობა
ნდობა პრინციპში ამგვარი არა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ლიდერების მიმართ, ვინც არ უნდა იყოს, მაინც ალბათ არ შეიძლება. მოკლედ რასიზმს პირობითად 6 წლის შემდეგ ეს ახალი აიათოლა თუ იქნება, ესეც გასარკვევი ავტორიტარიზმი მაშინ იფეთქებს ხოლმე, როცა ავტორიტარიზმის აფეთქება შესაძლებელია, როცა ძალას ან შემაკავებელ ძალას ვერ ან ნაკლებად ხედავს. ამდენად make Iran great again. ჯერ კიდევ ის იდეა, რომელსაც ხორცშესხმა გავბედავდა ვიტყვი სჭირდება. და ედიტორიალის დასასრულს დავსვათ რამდენიმე კითხვა. ახლა დავსვათ რამდენიმე კითხვა ჩვენს კონტექსტში. მაგალითად ეს, როგორ დასუსტდა ამ მოვლენების გამო რუსეთი, მოახერხებს თუ არა ირანი რუსეთის სამხედრო დახმარებას, ეს ხო საინტერესოა, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა რეგიონში ძალთა ბალანსის ვინ ძლიერდება. აი ქართული ოცნებას რო არ აქვს წარმოდგენაც კი საერთოდ ეს გასაგებია, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ როგორ ფიქრობთ?